Kalbatonebo და ბატონებო, დღეს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა სადემონსტრაციო გადაფრენას ასრულებს. სადემონსტრაციო ფრენებში მონაწილეობას იღებს 12 საფრენი აპარატი, მათ შორის 3 სატრანსპორტო მრავალფუნქციური შვეულფრენი UH-RTH იროკეზები, საბრძოლო მოიერიშე შვეულფრენი Mi-24, 5 საბრძოლო მოიერიშე თვითმფრინავი Su-25. ილოცავთ სამხედრო ოფიცრის დადებას. თავისუფლად. აღლუმო თავისუფლად. Kalbatonebo და ბატონებო, სიტყვა ეძლევა საქართველოს პრეზიდენტს ბატონ მიხეილ ყაველაშვილს. მივესალმები სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესა და უნეტარეს შიო მესამეს, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, თავდაცვის მინისტრსა და თავდაცვის ძალების მეთაურს, ჩვენ საამაყო ქართულ ჯარს, მივესალმები აღმასრულებელი საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელ პირებს, თბილისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს, სასულიერო პირებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ ჩვენი ისტორიის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. განსაკუთრებით გილოცავთ მათ, ვინც დღეს სამშობლოს ერთგულება შეჰფიცეთ და საქართველოს ჯარისკაცის სახელი მოიპოვეთ. ყოველი ერის ისტორიაში არის თარიღები, რომელიც მის რაობასა და მომავალს განსაზღვრავს. ქართველი ერისთვის ასეთი დღე 26 მაისია. 108 წლის წინ, საუკუნოვანი ანექსიის შემდეგ, ქვეყანა აღიდგინა სახელმწიფოებრიობა და მსოფლიო მიხილა დამოუკიდებელი თავისუფალი საქართველო. ჩვენმა წინაპრებმა ხმლით, კალმით, ლოცვით და თავდადებული საქმით დღემდე მოიტანეს ქართული სახელმწიფოებრიობის წმინდა იდეა და საუკუნეების განმავლობაში გადატანილი არაერთი განსაცდელის მიუხედავად ჩვენ გადავრჩით. გადავრჩით, რადგან გავიმარჯვეთ უმთავრეს ომში, დავიცავით უმაღლესი ღირებულებები, სარწმუნოება, იდენტობა, ტრადიციები და არ დავთმეთ მშობლიური ენა. ამ ურთულეს გზაზე ეროვნული იდენტობის, ისტორიული მეხსიერებისა და სულიერების შენარჩუნებაში გარდამტეხი როლი შეასრულა ჩვენმა დედა ეკლესიამ, რომელიც საუკუნეები რუდუნებით ინახავს ქართულ ცნობიერებას და თანამედროვე ქაოტურ სამყაროშიც ჩვენი დიდი იმედია. წელს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. ეს თარიღი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად განუყოფელია ერთმანეთისგან ჩვენი ისტორია და სარწმუნოება. გვიამაყება ქართული კულტურა საკუთარი ტრადიციების ერთგულებასთან ერთად, სხვის სიწმენის პატივისცემასაც გვასწავლის. საუკუნეების განმავლობაში ჩვენს სიძლიერეს გამოხატავდა სწორედ ის, რომ საქართველო იყო განსხვავებული რელიგიისა და კულტურის მქონე ადამიანების მშვიდობიანი თანაცხოვრების ადგილი. თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი გამოწვევების ფონზე კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არ არის ერთხელ და სამუდამოდ მოძებული მოცემულობა. დამოუკიდებლობა ყოველდღიურად მოსაპოვებელი და დასაცავი ღირებულებაა, რაც ჩვენგან უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს და განუზომელ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. დამოუკიდებლობის დღე შეგვახსენებს, რომ ვიყოთ უფრო მტკიცენი, ერთსულოვანი და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გავსაუბროთ, როგორი იქნება საქართველოს მომავალი. ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი თითოეული გმირი, პატივი მივაგოთ და შევინარჩუნოთ. დავიცვათ და განვამტკიცოთ მათი მონაპოვარი. ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად შევძლოთ ერთიანი, განვითარებული საქართველოს შენება და ჩვენ შვილებს ბევრად უფრო ძლიერი, მტკიცე და თავისუფალი სახელმწიფო დაუტოვოთ. მინდა მივმართოთ ჩვენს მომავალ თაობას. თქვენ ხართ ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე. თქვენი ენერგია უდიდესი მამოძრავებელი ძალაა ქვეყნის განვითარებისთვის. ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, ენა, მამული, სარწმუნოება, ოჯახის სიწმინდე, ეს ის მარადიული ღირებულებებია, რომელმაც ჩვენი არსებობა განსაზღვრა. სწორედ ამ იდეალებზე დაყრდნობით უნდა გახდეთ საუკეთესოები თქვენს მოწოდებაში, რათა ჩვენი სამშობლო უკვდავ იყოს მარადჯამს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ 26 მაისს ღმერთმა დალოცოს საქართველო. უწმინდესსა და უნეტარეს შიო მესამეს. თქვენ ვაღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ვაღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ ვაღმატებულებავ, ბატონო და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებო, ბატონო თავდაცვის მინისტრო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, სამხედრო მოსამსახურებო, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო, პატივცემულო სტუმრებო, ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცხოვრებულო თანამემამულეებო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. ის გამოხატავს ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან სწრაფვას და ბრძოლას თავისუფლებისთვის. ქრისტიანული რწმენის და ეროვნული ფასეულობების დაცვისთვის. 1918 წლის 26 მაისს სახელმწიფოებრიობის აღდგენით ჩვენმა ერმა მსოფლიოს წინაშე კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თავისი კურთხევი ნება, ყოფილიყო თავისუფალი, დამოუკიდებელი და საკუთარ აწმყოსა და მომავალზე პასუხისმგებელი. დამოუკიდებლობის მოპოვების და განმტკიცების გზაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მუდამ იყო ქართველი ერის სულიერი საყრდენი და ეროვნული ერთიანობის საფუძველი. ნიშანდობლივია, რომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებას წინ უძღოდა ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. ჭეშმარიტებისკენ სწრაფვით ქართველმა ერმა შეიცნო თავისუფლება ქრისტეში და სწორედ ამ ჭეშმარიტებამ განათავისუფლა იგი. ჭეშმარიტი თავისუფლება დამოუკიდებლობის მხოლოდ გარეგნულ გამოხატულება და წარსულის მონაპოვარი როდია, არამედ ის უპირველესად ადამიანის სულიერ მდგომარეობას გულისხმობს და დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს ჩვენგან. ეს არის მუდმივი შრომა, თავდადება და ერთგულება რწმენის, მოყვასის, სამშობლოს და სიმართლის მსახურება. დღეს განსაკუთრებული მადლიერებით ვიხსენებთ ჩვენი ქვეყნის თავდადებულ შვილებს, მათ ვინც თავისუფლების მოპოვებისთვის მრავალწლიან ბრძოლაში გამარჯვებით მომავალ თაობებს უანდერძა დამოუკიდებელი ქვეყანა. ერთიანობისა და მშვიდობისთვის მათ მიერ გაწეული ღვაწლი და შეწირული სიცოცხლე გავალდებულებს გაუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს. ამ ხრივ უმნიშვნელოვანესია ნეტარხსენებული კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ღვაწლი. მისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობა იქცა ერის სულიერი და სახელმწიფოებრივი ერთობის, ეროვნული ცნობიერების, ეკლესიისა და ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტის გამტკიცების მნიშვნელოვან საყრდენად. წელს აღნიშნავთ 1700 წლის თავს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდა. ეს თარიღი მხოლოდ ისტორიული მოვლენა არ არის. ის შეგვახსენებს იმ სულიერ საფუძველს, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ქართველი ერის თვითმყოფადობა, კულტურა და სახელმწიფოებრივი ცნობიერება. ქრისტიანულმა სარწმუნოებამ ჩვენს ხალხს ასწავლა თუ რას ნიშნავს ჭეშმარიტი თავისუფლება, ღვთისა და მოყვასის სიყვარული, სიმტკიცე განსაშფელის ჯამს და სამშობლოსთვის თავგანწირვა. ამ ღირებულებებით გამსჭვალულმა ქართველმა ერმა გაუძლო მრავალ ქართეხილს და ქრისტეს რწმენით გამტკიცებული კვლავ აღდგა, გაძლიერდა და არათუ განარჩა და შეინარჩუნა თავისი იდენტობა, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მსოფლიოს სულიერების და კულტურის საგანძურში. დღეს განსაკუთრებით მივესალმები საქართველოს თავდაცვის ძალებს, თითოეულ ჯარისკაცს, რომელიც ერთგულად იცავს სამშობლოს ღირსებას და თავისუფლებას. გახსოვდეთ, თითოეული თქვენგანი არა მხოლოდ სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტი, არამედ მშვიდობის, პასუხისმგებლობის და სამშობლოს სიყვარულის მაგალითად უნდა ექცეს თანამემამულეებს. ჯარის ძალა არა ომის სურვილში, არამედ მშვიდობის შენარჩუნებაში უნდა ვლინდებოდეს. მშვიდობა ეს ის უმაღლესი მიზანია, რომელიც ამკვიდრებს კაცთა შორის მარადიულ ღირებულებებს და ჭეშმარიტ თავისუფლებას. ასევე მინდა ვიმართო ჩვენს მომავალ თაობას.
როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, თქვენ თავისუფლებისათვის ხართ მობილნი. თქვენ ხართ საქართველოს იმედი და სიმტკიცე. ამიტომ მნიშვნელოვანია მართებულად გაიაზროთ თავისუფლების არსი. თანამედროვე სამყაროში ხშირად გვხვდება მსხარი წარმოდგენები თავისუფლებაზე. ადამიანს დააგონებენ თითქოს თავისუფლება მხოლოდ ყოველგვარი შეზღუდვის უარყოფაა. სინამდვილეში ჭეშმარიტი თავისუფლება პირველ რიგში პასუხისმგებლობა, უფლის რწმენა და შინაგანი სიმტკიცე, პატიოსანი და ზნეობრივი ცხოვრებაა. ეს არის დაძლევა მანკიერი თვისებების და ვნებების დავალდებულება, აკეთო ის, რაც მართებულია და ღვთისთვის სათნოა. სწორედ ამ ღირებულებების გააზრებით აღზრდილი თაობა შეძლებს შეინარჩუნოს ქვეყნის ერთიანობა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ, არამედ ყოველდღიურად ვიშრომოთ და ვიზრუნოთ მისი გამტკიცებისთვის. გაეჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა დაფუძნებული იყოს ღვთისა და სამშობლოს სიყვარულზე, სამართლიანობაზე, გამშვიდობაზე, ერთობასა და შემწყნარებლობაზე, მოყვასისა და საკაცობრიო სიკეთის სახურებაზე. რადგან ძლიერი სახელმწიფო შენდება მხოლოდ მაშინ, როდესაც საზოგადოებაში სუფევს ეს სათნოებები და ხალხს აერთიანებს საერთო ეროვნული მიზნების და სულიერ ზნეობრივი ღირებულებებისადმი ერთგულება. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო. ამინ. სიტყვა ეძლევა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი გოგახიძეს. პარლამენტარებს, რესურსული ორგანოებისა და ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, სამხედროებს, მოგესალმებით წვევამდელებს, რომელთაც დღეს საზეიმოდ დადეთ ფიცი სამშობლოს წინაშე. მოგესალმებით ძირფასო თანამოქალაქე საზღვარგარეთ ცხოვრება ჩვენო თანამემამულეები, ქალბატონებო და ბატონებო. მოგესალმები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრებ ქართველებს, აფხაზებსა და ოსეთს. გილოცავთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს. დღეს ჩვენ განსაკუთრებულ თარიღს აღნიშნავთ. დღეს კიდევ ერთხელ ვიხსენებ ჩვენი არის მრავალსაუკუნოვან ბრძოლას სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის, ჩვენი თავისუფლებას უყურებთ ხალხისა და დიდი მოღვაწეების სიამოვნების სიბრძნეს და იმ მარადიულ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეგინარჩუნა ეროვნული ფიქსება და ეროვნული კითხვა. წელს ჩვენი ქვეყანა აღნიშნავს 1700 წლის იუბილეს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით. 326 წელს ქრისტიანობა ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელ ნაწილად და ერთ-ერთ უმთავრეს საგდენად იქცევა. ქრისტიანობამ განსაზღვრა უნიკალური ქართული კულტურა, რომელთაც თითოეული ჩვენგანი ასე ვამბობთ. 1700 წელია ჩვენა გვაძლიერებს და სიყვარული გვაერთიანებს. ქრისტიანობამ ჩვენს ხალხს მოამართლა სიყვარულის გამორჩეული კულტურა და ნიჭი, რომელსაც ბოროტება და სიძულვილი ვერასოდეს დაამარცხებს. ამ 17 საუკუნის მანძილზე ჩვენ გარშემო იმპერიები ქრებოდა, საქართველომ კი დღემდე შეინარჩუნა ეროვნული თვითმყოფადობა და დამოუკიდებლობა. რომ არა უფლის მფარველობა და ქართული ხალხის რწმენა, რომ მიშობის წილხვედრი ქვეყნის შვილები ვართ, ისტორიის ეს სასწაული ვერ შედგებოდა. გიორგი მერჩული ამბობდა, ქართლათიადი ქვეყანა იაღი რაცხების, რომელსაც საშინა ქართული ენითა შამი შეიწირვის დავუწვევი ყოველი აღესრულებს. საქართველოს ეროვნული იდენტობის ეს ფორმულა ილია ჭავჭავაძემ, წმინდა ილია მართალმა სამი სიტყვით გამახატა: მამული, ენა, სარწმუნოება. ეს არის ის სამი უმთავრესი ეროვნული ღირებულება, რომელსაც თავგანწირებით ისავდნენ ჩვენი წინაპრები და რომლებიც ყველას ერთულეს მომავალში. მაბატივისმით მივესალმები უწმინდესთა უნეტარესშიო მესამეს, უფლისნებით, ილია მეორის ანდერძით და წმინდა სინოდის თანადგომით გამორჩეულ კათოლიკოს პატრიარქს. უწმინდესთა უნეტარეს უსურვებ მისი მოღვაწეობა საფრთხოდ დაედოს კიდევ ერთ გამორჩეულ ეპოქას ჩვენი დედა ეკლესიის ისტორიაში. 35 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიდგინა. მას შემდეგ ჩვენ კვლავაც გავდივართ 40 წლიან მოსეს გზას. დღეს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია იამაყოს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. სწორედ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტში გაძლიერება მისცა ჩვენს ქვეყანას შეასრულება ურთულესი გამოწვევების მიუხედავად. იქცეთ დაიცვა სარწმუნოება, შეენარჩუნა ბინა მშვიდობა და დადგომოდა წინსვლისა და განვითარების უწყობ გზას,
რომელიც აუცილებლად იგვიყვანს აღთქმულ მიწამდე, ჩვენი ყველა ეროვნული მიზნის მიღწევამდე, გამთლიანებულ და გაბწყინებულ საქართველოს. კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს, გილოცავთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ძლიერ და ერთიან საქართველოს. ღმერთმა დალოცოს ჩვენი დედა ეკლესია და ჩვენი სამშობლო. სიტყვა ეძლევა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს. მივესალმები საქართველოს პრეზიდენტს, მივესალმები სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ქალაქთბილისის მერს, მთავრობის და პარლამენტის წევრებს, მოგესალმებით ბატონო თავდაცვის მინისტრო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, პატივსემულო სამხედრო მოსამსახურეებო, ქალბატონებო და ბატონებო. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ეს დღე არის ჩვენი ეროვნული ნების, თავისუფლების სიყვარულის და პასუხისმგებლობის სიმბოლო. საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა დრო, როდესაც შეწყვეტილი იყოს ფიქრი და ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. ეს დაუღალავი მუხტი თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ყოველთვის ელოდა ისტორიის მორიგ ფანჯარას. დღევანდელ დღესასწაულს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც წელს აღნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს. ეს თარიღი გვახსენებს, რომ ქართული სახელმწიფო და ქართული ეკლესია 17 საუკუნის განმავლობაში ერთად ქმნიდნენ იმ სულიერ და ეროვნულ საფუძველს, რომლებმაც ურთულეს ეპოქაში გადაგვარჩინეს. გადაგვარჩინა ჩვენმა თვითშეგნებამ და სამმა უმთავრესმა საუნჯემ, ქვეყნის სიყვარულმა, ტრადიციების ერთგულებამ და რწმენის სიმტკიცემ, რომელთა მთავარი შემქმნელი და შემნახველია ორი ინსტიტუცია, ქართული სახელმწიფო და ქართული ეკლესია. მათი განცალკევება შეუძლებელია, მათი ისტორია ცალ-ცალკე ვერ მოითხრობა. ეს არის იმ ერთი სხეულის ორი საყრდენი, რომელსაც საქართველო ჰქვია. ორი საუკუნის წინ ჩვენ ეს ორივე საყრდენი გამოგვაცალეს. ოქროს ჯაჭვი გამოგვაბეს და ჩვენი რწმენისგან დაცლა განიზრახეს. მას შემდეგ ვიბრძვით ჩვენი დამოუკიდებლობისთვის და ეს ბრძოლა ჯერ კიდევ მოსაგებია. საუკუნის წინ აღდგა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა, მისი ავტოკეფალია. თუმცა ეკლესიის, როგორც საქართველოს ერთიანი სხეულის საყრდენის აღორძინებას ჩვენი წმინდა პატრიარქის ილია მეორის ნახევარსაუკუნოვანი შრომა დასჭირდა. მისი სასწაულებრივი ღვაწლის ნაყოფი ვიხილეთ ორიოდე კვირის წინ, როდესაც საქართველოს ეკლესიის კრებამ კათოლიკოს პატრიარქი გამოარჩია. ჩვენ ვნახეთ, თუ რას ნიშნავს ნამდვილი ავტოკეფალია, ნამდვილი დამოუკიდებლობა, როდესაც ჩვენ თვითონ ყოველგვარი უცხო მოქმედებისგან თავისუფლად თავად ვწვეთ ჩვენს ბედისწერას. ისტორიის მორიგი ფანჯარა გაიხსნა 35 წლის წინაც, როდესაც დავიბრუნეთ მეორე საყრდენის, ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ბევრჯერ დაკარგული, მაგრამ არასდროს დავიწყებული იდეა. 35 წელია ერი და ბერი ერთად გავდივართ სახელმწიფოდ ყოფნის, დამოუკიდებლად ქცევის და სუვერენიტეტის მოპოვების ეკლიან გზას. გავდივართ ჯიუტად, შეუპოვრად და მტკიცედ. ზოგიერთს დღესაც სურს მოგვინგრიოს ჩვენი ორი საყრდენი, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ და საკუთარზე უარი ვთქვათ. ახალ ოქროს ჯაჭვზე გამობმებულებმა ვაკეთოთ ყველაფერი, მაგრამ არ ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო. ვეყუდნეთ სხვას და არა საკუთარ თავს. ეს არ გამოვა. ქართველი ხალხის ნება მტკიცეა. ჩვენი საუკუნოვანი ბრძოლა ეკუთვნის ავტოკეფალურ ეკლესიას და დამოუკიდებელ სახელმწიფოს. ესაა საქართველოს თავისუფლების ფორმულა. ჯარისკაცებო, სწორედ ამიტომ დღეს თქვენი ფიცით და ჩვენი ერთობით პატივს მივაგებთ ყველას, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდა, ჩვენს წმინდა პატრიარქებს და წმინდა მეფეებს, ღვთისკაცებს და ერისკაცებს, სახელოვანებსა და უსახელოებს, მათ, ვინც საკუთარი სიცოცხლე, შრომა და რწმენა სამშობლოს მიუძღვნეს. გაუმარჯოს ერთიან, დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოს. ღმერთი იყოს ჩვენი ფარველი. სიტყვა ეძლევა საქართველოს ვიცე-პრემიერს, თავდაცვის მინისტრს ბატონ ირაკლი ჩიქოვანს. ბატონო პრეზიდენტო, ბატონო უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონო ქალაქ თბილისის მერო, მთავრობისა და
პარლამენტის წევრებო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, ბატონო გენერალებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო და რიგითებო, პატივცემულო სტუმრებო. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. დღევანდელი დღე არის საერთო სახალხო ზეიმის დღე, რომელიც ასახავს ჩვენი ხალხის მებრძოლ და ამაღ ხასიათს, შემოქმედებით ბუნებასა და განსაკუთრებულ თავდადებას სამშობლოსადმი. დამოუკიდებლობის დღეს გულოცავს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ერთიან და მრავალფეროვან, თავისუფლებისა და ღირსებით იდეით შეკრულ საზოგადოებას. 1700 წლის წინ ღვთისმშობლის წილხვედ საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადა. ამ ისტორიულმა მოვლენამ განსაზღვრა ჩვენი იდენტობა, კულტურა, ცივილიზაციური არჩევანი და კიდევ უფრო განამტკიცა სახელმწიფოებრივი კონსოლიდაცია. თანამედროვე საქართველოს სულიერი აღმავლობა კი უკავშირდება ჩვენს დიდ პატრიარქს, გამორჩეულ სულიერ ლიდერს, ერის მამას, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, რომელმაც განსაზღვრელი როლი ითამაშა ეკლესიის საფუძვლების განმტკიცებასა და გაძლიერებაში. მისი მოღვაწეობისა და სულიერი სწავლების საუჯეს წარმოადგენდა მარადიული იდეალები, ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. თქვენ უწმიდესობა სიმბოლურია, რომ თქვენი აღსაყრება დაემთხვა ამ საიუბილეო წელს, რაც გვარწმუნებს, რომ თქვენი ლოცვა კურთხევითა და წინამძღოლობით, ჩვენი სასულიერო დასის ღვაწლით კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი ერის სულიერი სიფთქისე და ქრისტიანული ღირებულებები. ქართული მხედრობა მუდამ იყო საქართველოს ისტორიის თანაზიარი. თავდაცვის ძალები წელს 35 წლის იუბილეს აღნიშნავს. თავდაცვის ძალები არა მხოლოდ შეიარაღებული ძალა და თანამედროვე საბრძოლო შესაძლებლობებია, არამედ უპირველესად ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი და თავგანწირვა. მინდა დღევანდელი დღე მიულოცო სამხედროებს, გენერალებს, ოფიცრებს, სერჟანტებს, კაპრალებს და რიგითებს. 26 მაისს ულოცავ ჩვენ ჯარის მომავალს, იუნკერებსა და კადეტებს, წვევანდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებს, ჩვენს რეზერვისტებს და უმარცხებელ დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებს და რა თქმა უნდა, ქართული ჯარის ვეტერანებს. მადლობა ჩვენი სამხედროების ოჯახებს, რომლებიც ქართველი ჯარისკაცების ძლიერების საფუძველია. განსაკუთრებით გილოცავთ რეკრუტებს, რომელთაც დღეს საქართველოს წინაშე დადეთ ფიცი და შემოვერთდით ქართულ ჯარს. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა სხვადასხვა თაობის გმირების თავგანწირული ბრძოლის მონაპოვარია. ხეცვიხრი ჩვენი დაღუპული გმირების ხსოვნის წინაშე. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დაბადების დღეს ემთხვევა. ადამიანის, რომელმაც ზვიად გამსახურდიასთან ერთად, ერთმუშტად შეკრულ ქართველებთან ერთად შექმნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საფუძველი. ჩვენი დამოუკიდებელი სამშობლო ყველა მოქალაქეს ეკუთვნის, მიუხედავად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა. ის ეკუთვნის ჩვენს აფხაზ და ოსთანა მოქალაქეებს. ისინი აუცილებლად იქნებიან ჩვენი ძლიერი საერთო საამაყო მომავლის თანაშემოქმედები. ეს დღე ეკუთვნის მამაც პოლიციელებს, მეხანძრე მაშველებს, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, ექიმებსა და ექთნებს, მეწარმეებს, ფერმერებს, მასწავლებლებს, საამაყო ხელოვანებსა და სპორტსმენებს, ღვაწ-მოსილ უფროს თაობას, უნიჭიერეს ახალგაზრდებს, სტუდენტებსა და მოსწავლეებს, ჩვენს ემიგრანტებს, საჯარო მოხელეებს, ყველა პროფესიის წარმომადგენელს, რადგან სწორედ მათი შრომა და მონდომება ქმნის საქართველოს ნათელ მომავალს. ბატონებო და ქალბატონებო, სწრაფად ცვალებად თანამედროვე რეალობაში, სადაც ტრადიციული ღირებულებების და ეროვნული იდენტობის წაშლის ცდელობა თვალსაჩინოა, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოება გადამწყვეტია დამოუკიდებელი და სუვერენული მომავლის შესანარჩუნებლად. ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, დარწმუნებული ვარ, თქვენი ლიდერობით და პოლიტიკური გუნდის სიმტკიცით შევძლოთ დავიცვათ მამული ენა და სარწმუნოება. განვამტკიცებთ ერთიან საქართველოს, სადაც მომავალ თაობებს განვითარების და გაძლიერების ლაღი შესაძლებლობა ექნებათ. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, საქართველოს უსურვო შვიდობა, ერთიანობა და კეთილდღეობა. ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის ფარველი. ქალბატონებო და ბატონებო, ჯარისკაცის მრწამსი საქართველოს ჯარისკაცი! ერთგულად ვემსახურები ჩემს სამშობლოსა და ჩემს ხალხს! ერთგულად ვემსახურები ჩემს სამშობლოსა და ჩემს ხალხს!
საქართველოს სახელით ვიძამ მსოფლიოს მშვიდობასა და უსაფრთხოებას. მახება, თუ არ ქართული ჯარის რიგებში დავიცავ მის ღირებულებას. ყველგან და ყოველთვის დავიცავ საქართველოს დროშას და ღირსებით ვატარებ მუნდირს. პასუხის გამომით ვასრულებ დაკისრებულ მოვალეობას. არასოდეს მივატოვებ ჩემთან მომენტოს ამდენ ჭიდობაში. ათის მივაგებ გმირებს და კეთს ვიხრი მათი თავდადების წინაშე. ჩვენი გამარჯვებისა ჩემი გზამკლავია ბრძოლის ველზე. ევარიხსა ჩემს სამშობლოს ჭირდე. სამშობლოსათვის. დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართლის მოქცევის 1700 საიუბილეო წელს საზეიმო ფიცი დაიდო ფოკაში თხოთის მთაზე მცხეთაში სვეტიცხოველში გონიოში დღესთან დაკავშირებით და ღონისძიებასთან დაკავშირებით გუშინდელ დღესთან დაკავშირებით აღარ გაინტერესებთ ხო არაფერი? არა, ხო, დღეს ხოლოდ, ხო? ალო. სანტუჩი, კარგი, ოკეი, მოიცა აიცი მიკროფონს გენერალის და ეგრევე გადავა. კარგი. დავიწყო? კარგი. დიახ, შეგვიძლია დავიწყოთ. თავდაცვის ძალების J3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი ბრიგადის გენერალი გრიგოლ ჭელიძე. კიდევ ერთხელ გილოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს. მიულოცავ მთელს საქართველოს, ყველა მის მოსახლეს, ჩვენ ქვეყანას გაერთიანებას, გამარჯვებას და სრულ წარმატებას უსურვებ. როგორც მოგეხსენებათ, 26 მაისის ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა აქ თავისუფლების მოედანზე, წარმოდგენილი იყო თავდაცვის ძალების შემადგენელი ყველა სტრუქტურული ერთეული, ყველა სარდლობა და ყველა ქვედანაყოფი, ფიცი დადო ახალწეულებმა. გარდა თავისუფლების მოედნისა მოგეხსენებათ, რომ ფიცი დადეს ასევე 12 რეგიონში, სხვადასხვა ადგილებზე. ეხლა გრძელდება დღე, ამით არ დასრულებულა და 21 ადგილზე თავისუფლების მოედნის ჩათვლით იქნება სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენა. ეს გაგრძელდება მთელი დღე, 12-თლიან მოსახლეობას გამოვიდნენ, გამოიყვანონ ბავშვები, მიიღონ ინფორმაცია თავდაცვის ძალების შესახებ, გაეცნონ შეიარაღება ტექნიკას, გადაიღონ სურათები, გაუზიარონ თავის მეზობლებს და მომავალში შემოგვიერთდნენ თავდაცვის ძალებში. დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ. დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა, გაიხსნა. არ უნდა გვეხსენებინა მაინც ვის მიერ იყო ანექსირებული საქართველო.
თავის დროზე, ან ოკუპირებული დღესაც რომ ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები. ეს კითხვები არსებობს, ამიტომ გეკითხები. რა თქმა უნდა, საქართველოს ვის მიერ არის ოკუპირებული, ეს ძალიან კარგად ვიცით და საქართველოს რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ამას მე მგონი არ ჭირდება ბევრი საუბარი, ხო? ჩვენი თავარი გამოწვევა არის თავად ოკუპაცია და ხელისუფლება არის თანამედროვეობრივი ამ გზაზე, რასაც ქვია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ოქროს ჯაჭვში მაისი, თქვენ ხომ არ იცით ჩემთვის. ოქროს ჯაჭვით გვეკაჩებიანო და რას გულისხმობს? ბატონ გაგა ამოწუროთ რა. კარგი, ამოუწუროთ თემა. უნდა გითხოთ ამ ნაწილზე კონკრეტულად ამ პასაჟზე, სადაც ოქროს ჯაჭვი ახსენა. ოქროს ჯაჭვით გვეკაჩებიანო, რა იგულისხმება ამაში? განვიმარტეთ, რაც ნიშნავს ოქროს ჯაჭვი, სად გვეკაჩებიანო? ოქროს ჯაჭვით გვეკაჩებიანო და მავანი ისევ ცდილობენ რომ წაგვართვან დამოუკიდებლობაო. აი ვის გულისხმობდა მავანში ზოგიერთში? ნუ გამოწვევები, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე არის დღეს, ნუ არის მრავალმხრივი, შეიძლება ესე ითქვას. მათ შორის ერთ-ერთი გამოწვევა არის ისიც, რომ ცდილობენ რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი რამენაირად შეილახოს და გარკვეულ ძალა ქვეყნის გარეთ, რომელიც ცდილობს რომ თავიანთი მარიონეტების საშუალებით რაღაცნაირად ამ ხელისუფლებაში მოვიდნენ, ანუ თავიანთი მარიონეტები მოიყვანონ ხელისუფლებაში და შემდგომ ამ ქვეყნის ბედიღბალი გადაწყვიტონ ისე როგორც მათ ამის სურვილი ექნება. 2011 წლის 26 მაისზე უნდა გითხოთ. რა თქმა უნდა, როდესაც მე ამას საუბრობ, პარტნიორებზე არ არის საუბარი. ჩვენ ყავს პარტნიორები, ჩვენ ყავს გულშემატკივრები, რომელსაც საქართველოს გაძლიერება მართლა სურთ, მაგრამ საუბარი არის ძალაზე, რომელსაც ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში თვალს ვადევნებთ, რომ ყველანაირად ცდილობენ, რომ საქართველოს სუვერენიტეტი შეელახონ, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა საფრთხის ქვეშ დააყენოთ. ის ძალა, რომელიც წლების განმავლობაში ცდილობდა, რომ საქართველოში ყოფილიყო არეულობა, იქნებ საქართველოში მეორე ფრონტიც განხორციელებულიყო და სხვადასხვა ფორმით წლების განმავლობაში ჩვენ ესეთი ზეწოლის არაერთი ცდელობა ვნახეთ, ხო? სწორედ ამ ძალაზე არის საუბარი. ამიტომ ჩვენი თავარი მიზანი არის და ჩვენი გამოწვევა არის, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი გავაძლიეროთ და ვიმოქმედოთ ისე, როგორც ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში და არა ისე, როგორც ამას ქვეყნის გარედან კარნახობენ. 26 მაისზე უნდა კითხოთ. მეგობრებო, ჩემთანაც ხო შეიძლება 2011 წლის 26 მაისი ჩვენ გვახსოვს დარბევა 26 მაისს წინა ხელისუფლების მხრიდან სწორედ ეს ადამიანები აპირებენ დღესაც აქცია მოაწყო ხო რუსთაველზე. როგორია თქვენი შეფასება? და რას ვხედავთ ახლა? ნუ ჩვენ ხედავთ ძალას ათასშვიდასი წელია რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ეს დღე ჩვენია.